მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და დღეს მინდა შემოგთავაზოთ გაშლა სასიყვარულო სამკუთხედზე. წინა გაშლა, რომელიც დავდები, ამის წინა გაშლა, მე არ ველოდი, რომ ამდენი შეტყობინება შემოვიდოდა პირადში და მთხოვდნენ, რომ გამეკეთებინა გაშლა ერთვარიანზე, ანუ ჩემებური ერთვარიანტიანი გაშლა სასიყვარულო სამკუთხედზე. იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ გადავწყვიტე ჩამეწერა ეს გაშლა, მე ისეთი მოკლე ინტერვიუებით ავდებ ხოლმე გაშლებს, მაგრამ ვინაიდან ასეთი მოთხოვნა იყო, უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი და მოკლედ ახლა შემოგთავაზებთ გაშლას და ეს გაშლა არის მათთვის, როგორც მივხვდით, ვინც არის სასიყვარულო სამკუთხედში. არ აქვს მნიშვნელობა მესამე პირი ხართ თქვენ ამ ურთიერთობაში თუ პირიქით თქვენთან შემოიჭრა მესამე პირი, ხო? მეუღლე ხართ, საყვარელი თუ შეყვარებული თუ მოკლედ. მაშასე გაშლა ერთვარიანზე, განაწყოთ ახლა გაშლისთვის, მოახდინეთ თქვენი პარტნიორის ვიზუალიზაცია და გამოიყენეთ სურათი თუ გნებავთ, წარმოთქვით მისი სახელი. ეხლა უცებ სიტუაციაში შევაფასოთ, პატარა სიგნიფიკაციასავით გავაკეთოთ, რაც ხდება თქვენთან. სამკუთხედი რო არის გასაგებია, როგორი ჩაკეტილი ურთიერთობა. ძალიან მძიმე სიტუაცია არის ნამდვილად. იმ ურთიერთობიდან, რაც თქვენ ორ შორის იყო, იმიდან ფაქტიურად არაფერი არ არის დარჩენილი. შეიძლება ესე ტკბილ მგონებებად იხსენებდეთ ამ სიტუაციას, შორიდან უყურებდეთ, როგორც რაღაცა შორეულზეთ ოცნებას ან სიზმარს აუხდენელს და საკმაოდ ისეთი დეპრესიული სიტუაცია არის თქვენთანაც და შესაძლოა პარტნიორთანაც, ხო? სიტუაცია არის ესეთი, მოკლედ და კონკრეტულად რო თქვა, ჩიხში ხართ შესული და გამოსავალი აქ ნამდვილად არ ჩანს. ხელფეხშეკრული ხართ ორივე და იმ იდეალური ურთიერთობიდან, იმ იდეალური წყვილიდან, რომელიც ოდესღაც თქვენ შორის იყო, ეხლა ფაქტიურად არც არაფერი არ არის შერჩენილი, ხო? ბევრი მithქვებოთქმა, ბევრი დისბალანსი, საკმაოდ ისეთი ძლიერი დისბალანსი არის ურთიერთობაში, ხშირად საუბარი თუ ახერხებთ ამას და ვინც ახერხებს ხშირად საუბარს მიყავხართ კამათამდე, კონფლიქტებამდე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა ენაზე დაიწყეთ საუბარი, ხო? თუმცა მიუხედავად ამისა, ორივე ფიქრობთ ურთიერთობაზე, თქვენთვის ორივესთვის ძალიან რთულია, ძალიან მძიმე ტვირთი არის ის, რაც ხდება თქვენს შორის. არ არის აქ საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ თქვენ ხართ, ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი, თქვენ განიცდით, თქვენ ნერვიულობთ, არა, პარტნიორიც ანალოგიურ მდგომარეობაშია, ფიქრები ნამდვილად არის ამ ურთიერთობაზე, რამჭირსად გამძიმებული ნამდვილად არის. ემოციურად აბსოლუტურად გამოფიტული ხართ ორივე. აქ კიდევ ერთხელ გიდასტურებს, რომ ეს ემოციების გამოფიტვა არის მესამე პირისგან წამოსული. მესამე პირი საკმაოდ ისეთი აქტიური, ესეთი გოგოშკური პიროვნება, რომელიც ესე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტა ისეთი ინფანტილურია, აი ხო, ამან გამოიწვია ამ პიროვნებამ მთლიანად თქვენი ურთიერთობის თავდაყირა დაყენება. წარსულიდან ფაქტიურად არაფერი არ არის თქვენ ორ შორის დარჩენილი. იცით რა არის ეს მესამე პიროვნება, რომელიც თქვენ ურთიერთობაში არის ამოსული, მას აქვს რაღაცა დიდი საიდუმლო, რაღაცა ძალიან მალავს ეს პიროვნება, ეს მესამე პირი, რომელიც თქვენ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ აქ ქეთქვა, რას მალავს მესამე პირი, რა არის ის, რასაც მალავს, აი ესე საგულდაგულოდ. არც შეიძლება ასაკით თქვენზე პატარაც არის ეს პიროვნება, რაღაცა პატარა გოგოსავით არის ამოსული. ხო, ასაკით შეიძლება უფრო პატარა არის, რას მალავს, საკუთარ თავს მალავს, საკუთარ სახეს მალავს, საკუთარ ნამდვილ სახელს მალავს ეს პიროვნება და აიცით როგორ არის, არ გაგიკვირდეთ, ან ეს პიროვნება არიან ადამიანი, რომელიც მას ეხმარება, რომელიც მის მხარეს იყო, შეიძლება თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგ იყო. ანუ ვიღაცა შეიძლება იყოს ისეთი პირი, რომელიც თქვენი ოჯახის, არ ვიცი, ან თქვენ როგორც წყვილის საერთო ესეთი მეგობარია, ბრჭყალებში მეგობარია, იმიტომ ამბობ, რომ აი მესამე პირს ეხმარება
ვიღაცა დამხმარე ყავს ისეთი, რომელსაც შეება ინფორმაცია გააქვს თქვენგან, ორივე ეს პიროვნება მესამე პირის და პიროვნება, რომელიც თქვენი ახლობელი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ თქვენგან ახერხებს ინფორმაციის გატანას, ორივე აიცით როგორ აი სახეს იცვლის, შეება ვერც კი წარმოგიდგენიათ, აი ისეთ მაგრად თამაშობენ ორივე თავის როლს. ძალიან მაგრად და ეს გოგო თავის სახეს ძალიან მალავს. ბევრისთვის შეიძლება აქ ისე გათამაშდეს, რომ მესამე პირზე ვიზეც ეჭვი გაქვთ თქვენ, ეს მესამე პირი თქვენთვის ნაცნობი იყოს. აი, ეჭვი გაქვთ თქვა, ხო, რომ თქვენ შეყვარებულს ან არ ვიცი პარტნიორს მომავალ მეუღლეს ან აწუყვე მეუღლეს ყავს ვიღაცა მესამე, გრძნობთ, მაგრამ ვერაფრით ვერ გაარკვევთ ვინ არის. დიდი ალბათობით თქვენ ამ პიროვნებას იცნობთ. იცით ხო, ახლა ვინც ჩემს გაშლებს ხშირად უყურებს, იცით რომ მე მიყვარს ხოლმე ესე შედარება, რომ პროცენტებით, ხო? აი, უმეტესობა, მოდი ესე თქვა 70-80% ვინც ახლა ამ გაშლას უყურებს, ამ თქვენთვის ეს პიროვნება ნაცნობია. და აი ამიტომ მისთვის ეს ძალიან დიდი საიდუმლო არის, სწორედ ეს რომ თქვენას არ იცნობ, უბრალოდ იცნობთ, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ სწორედ ის არის თქვენი მეტოქე და პლუს ამას აქ არის კიდე პიროვნება, რომელიც ეხმარება და ანალოგიურად ვერ წარმოიდგენთ, რომ ის თქვენი მტერია. ხო, აი ქამელეონივით იცვლის ეს პიროვნება, მოდი დავარქვათ ვიღაცა X პიროვნება, რო არაირიოთ, ხო, ეს X პიროვნება ქამელეონივით იცვლის თქვენს სახეს, თქვენთან ვითომ თქვენი მეგობარია, ვითომ ვცდილობს რომ შეინარჩუნოს თქვენი ურთიერთობა, დაგეხმაროთ, იქ არ ვიცი, განიცდის, თანაგიგრძნობთ, მაგრამ ამის იქით პირიქით ძალიან თქვენ საწინააღმდეგოდ იქცევა, ხო? და ყველაფერს თქვენ საწინააღმდეგოდ აკეთებს, მოკლედ აი მე თქვენს მეტოქეს მხარეს არის, ყველაფერს უყვება, ყველაფერს ეუნება, აი ინფორმაცია მიაქვს ფაქტიურად რა და შეიძლება რაღაცეებშიც ეხმარება კიდევაც. აი ესეთ ძალიან საინტერესო მომენტი არის აქ, ხო? რაღაცების კეთებაში შეიძლება ეხმარება აქ. მოდი ახლა ცოტა თქვენს პარტნიორზე ვისაუბროთ რა. მოდით ვისაუბროთ თქვენს პარტნიორზე, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი თქვენთან დაკავშირებით, რას ფიქრობს? იცით რა არის, ძალიან გაუჭირდება მას გონია რომ ახლიდან ვეღარ დაიწყებს თქვენთან ურთიერთობას. წარმოუდგენლად მიაჩნია, ძალიან დიდ დანაკარგს ხედავს ეს ადამიანი ამ ურთიერთობის დაკარგვით, მაგრამ მას უბრალოდ აი რომ გაიფიქრებს, რომ შეიძლება თუ არა რომ თქვენ ორმა ახლიდან დაიწყოთ ყველაფერი, ვერ წარმოუდგენია მას, რომ ის კიდევ შეძლებს ამ ურთიერთობის გაგრძელებას თქვენთან. და ახლიდან დაწყებას. ნოლიდან დაწყებას ფიქრობს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რეალურად ამ ადამიანს ახლა აი ყველაზე ძალიან არ მიყვარს ხოლმე ესეთ სიტუაციები, იმიტომ რომ რეალურად ამ ადამიანს ძალიან ღრმა, ძალიან ძლიერი ემოციური დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ, ძალიან ძლიერი ემოცია აქვს, მაგრამ შემოკარგოთ თქვენ სხვადასხვა მხარეს იყურებით აბსოლუტურად. და ეს ადამიანი თქვენ უბრალოდ გაგირბით. გაურბის თავის გრძნობებს, რომელიც თქვენს მიმართ აქვს. ძალიან ღრმა, ძალიან ძლიერი გრძნობები აქვს, მაგრამ ის უბრალოდ მიდის აი ამ გრძნობებიდან, გაურბის იმ გრძნობებს, რომელიც თქვენ ორ შორის არის და არ გაქცეულია, ერთნიშნულად გაქცეულია, გაქცეულია სხვა ქალთან. პირდაპირ გაარბის, კი არ მიდის გაარბის, რასაც ქვია. მოდით ნახოთ გრძნობები თუ აქვს აი მესამე პირის მიმართ. თქვენთან ემოციური ძალიან ძლიერი გრძნობები და კავშირი არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიდის ხო გარბის თქვენგან. ნახოთ მესამე პირის მიმართ რაზე არის საუბარი. მესამე პირის მიმართ ეხლა არ ვიცი არ დამიბლოკავს იმედია, მოდი ესეთიც დავაფარებ. მესამე პირის მიმართ ესეთი ამბავია, ხო, პირველივე არკანი ნახეთ რა ამოგვდის. ძალიან საინტერესო, აი დავანგრიე მე მგონი ყველაფერი. ძალიან საინტერესო ამბავი არის აქ. ორივე არკანი, ცოტა თუ ერკვევით, მიხვდებით, რაზეც არის საუბარი. ერთი არის, რომ ფაქტიურად ეს ქალი თავად ახტება, ესე ვთქვათ, ხო? მას და თავად უწყობს, ასე ვთქვათ, მახეს უგებს და
თავად უწყობს პროვოკაციებს, ინტრიგნებს და ნუ იცით რა, მარიონეტივით ყავს თავის ხელში, ყავს გამოჭერილი, როგორც უნდა ისე ათამაშებს, გრძნობებს აქ ნამდვილად მამაკაცის მხრიდან მესამე პირის მიმართ არ გვიჩვენებს, ხო, ნუ ხო, ერთმნიშვნელოვნად არის ის, რომ უბრალოდ აი რაღაცა ესეთ ილუზიებში ამყოფებს, ჩაბღაუჭებული არის ყველანაირად, როგორც მარიონეტი, აი ისე ათამაშებს, როგორც უნდა ისე ატრიალებს და ფაქტიურად თვითონ არის მივხვდარი. სიმართლე გითხრათ, მამაკაცი ცოტა შეშინებულიც კი არის, კი, ცოტა შეშინებულიც კი არის და ხანდახან აი ესე დაფიქრდება ხოლმე, რომ ვაიმე რა მინდა აქ, ხო? აი როგორ აღმოჩნდი ამ სიტუაციაში, როგორ აღმოჩნდი ამ გაუგებრობაში, რაღაცნაირად შიში შეიპყრობს ხოლმე მას. მოდით ნახოთ, რატო ჩდება ეს შიში. აბა ეხლა ვნახოთ თქვენი პარტნიორი შიში, საიდან მოდის? ნუ გავიგეთ ქალისგან, რატო გვიჩვენებს ას. აქ მართლა არის შიში, მართლა არის შიში, აი ამ სამკუთხედში ყოფნის შიში, ამ ურთიერთობაში ყოფნის შიში და პლუს ამას იცით რა არის, ძალიან ბევრი ენერგია აქვს მას დაკარგული, ანუ პარტნიორზე მაქვს აქ საუბარი, ძალიან დიდი ენერგია არის დაკარგული, გრძნობს ადამიანი რომ ჩაკეტილი არის და გრძნობს კიდევ, შეიძლება ამბობს კიდევაც, რომ აი თავზე ვიძალა არ არის, ხო? ნუ ვერ მოქმედებ მე, ვერ დგავ მე თვითონ ნაბიჯებს ვერ ვაკეთებ მე თვითონ ვერაფერს, ხო? ხანდახან ხო შეიძლება უნდა რომ ჩაალაგოს აი ესე ჩემოდანი, წამოვიდეს, არა, კონფლიქტები იქნება თქვენთან და ძალიან სერიოზულ კონფლიქტებამდე მიდიხართ ხოლმე, როგორც ხედავ აქ. ვერ მოდის, იმიტომ რომ აი ძალიან ისეთი იქაც კონფლიქტი ხდება, იქაც ისტერიკა ხდება, კონფლიქტი ხდება, ეს ჩიჩინა ტვინის ბურღვა და ტვინის გამორეცხვა და აქეთაც საკმაოდ ისეთი მიცით რა, ენერგია არ ყოფნის. სხვადასხვა საკუთარი თავის იმედიც აღარ აქვს ამ ადამიანს, იმიტომ რომ მას არ ყოფნის ენერგია, მთელი ეს ენერგია აი მიაქვს ამ ქალს და ისევ და ისევ, ნუ აი სამკუთხედები, ამაზე გვაქვს გაშლა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ასეც გვიჩვენებს, ხო? მაგრამ ნუ აი არ ყოფნის ენერგია, იმიტომ რომ მთელი ენერგია მიდის ამ ქალბატონზე. მოდით ახლა ჩვენ აქ ვნახოთ, ალბათ ბევრს შეიძლება ესეც აინტერესებს, ხო, არ არის მაგალითად აქ რაიმე მაგიური ზემოქმედება. მაგიური ზემოქმედება თქო და პირველივე არკანი ამოგვდის რა. ნუ ვინც რუსული იცით, პირველივე არკანი ამოგვდის ეს. ხო, ენერგეტიკული ზემოქმედება. პირველივე არკანი ამოვიდა ეს. ნუ ეხლა აქ უნდა დავამატო თუ არა, არ ვიცი. მე მგონი არ უნდა დავამატო, ხო? მაგიური ზემოქმედება დიდი ალბათობით არის. ხოთაშორის ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩემთან პირად კონსულტაციაზე, გააკეთოთ გაშლა, უშუალოდ თქვენზე პირადად მორგებული და ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ დიაგნოსტიკა, ხო, გაშლა სხვა, რამე არის დიაგნოსტიკა სხვა და ნახოთ, ნახოთ არის თუ არა ზემოქმედება ენერგეტიკული, ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები, ეგრეთ წოდებული ჯადოს, რასაც ეძახიან ხოლმე. საოცარი არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდა კიდევ ამ ადამიანს, ხო? ანუ თავის შესაძლებლობების აღარჯერა, თავისი ძალის აღარჯერა ადამიანს და აი იცით როგორ არის, რო კითხო, ხო? აი როგორ ცხოვრობ თითქოს, აი რეალურ სამყაროში არ არის, ხო? არა, რეალურ სამყაროში არ არის და ნუ ესე ბრმა ურთიერთობებშია, ნახეთ. თან თითქოს თავის თავთან მარტო არის, მაგრამ თან აი რაღაცნაირად ბრმად არის ამ ურთიერთობებში. თვალდახუჭული ენდობა თქო, აქ ამას ვერ ვიტყვით ვერანაირად. აქ ნდობის მომენტი საერთოდ არ არის ამ ადამიანის ნდობის მომენტი. აქ უფრო მორჩილების მომენტი არის, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს, დიდი ალბათობით გამოწვეული არის მაგიური ზემოქმედებით, ხო? ნდობაზე საერთოდ ვერ ვისაუბრებთ. აქ უფრო საუბარი არის იმაზე, რომ აი ადამიანი არის დაბრმავებული და ნუ დაბრმავებული ადამიანი, ხო, ბოდიშით. არ მინდა რომ ვიღაცის გრძნობებზე და მდგომარეობაზე ცუდად გამომივიდა, მე მგონი, ნუ აი ესე არა. არ უწყის, არ იცის რას აკეთებს, როგორ აკეთებს, რატო აკეთებს.
რაში ხედავს გამოსავალს? აი ესეც საინტერესოა, ხო? ნახოთ რაში ხედავს გამოსავალს. რაში ხედავს გამოსავალს? ну, შეიძლება ვთქვათ, რომ გათავისუფლება სიყვარულშია, გრძნობებში. შეიძლება ესეც იყოს. თქვენ თუ მისი სიყვარული ხართ, რაღაცა არ ვიცი. მაგრამ ეს ადამიანი ამბობს, რომ თავისუფლება სიყვარულშიაო, მაგრამ ну, სიყვარული თქვენთან აქვს, მაგრამ ეს ადამიანი თქვენთან არ არის. გრძნობა თქვენთან აქვს, მაგრამ ეს ადამიანი თქვენთან არ არის. ხო, ну, აი ამის საწინააღმდეგოდ იქცევა ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. საერთოდ სხვა ადამიანი უნათებს მას ახლა გზას, საერთოდ სხვა ქალბატონთან დაბუდიალობს ახლა ეს პიროვნება, რომელიც ჩვენ ჩავიფიქრეთ. ეხლა მე უცებ არ დაგვისრულებია გაშლა უბრალოდ. ცოტა რომ მოვაწესრიგოთ, რომ გავაგრძელოთ გაშლა. და მინდა ვნახო, არ ვიცი, რჩევა შევხედოთ ალბათ, ხო? საინტერესო იქნება. რა რჩევას მოგცემს ტარო ამ სიტუაციაში. ავწევთ, ნახოთ. ამასობაში სანამდე მე აქ ვაწესრიგებ თქვენ კომენტარებსაც ველოდები. ვისაც სურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია, მომწეროთ, არ მირეკავთ, ეს ვამბობ ხოლმე, მაგრამ მაინც მირეკავენ ზოგიერთები და არ პასუხობ. მომწერეთ WhatsApp-ში ან Viber-ში ნომერზე 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს უკაცრავად, ტაროს სამყარო აღარ ვქვია, ინსტინქტურად წამომცდა. ღამის მკითხველის Facebook გვერდზე. ეხლა ზოგიერთები რო არ გამინაწყენდნენ, იმიტომ რომ მე ცოტა სულსწრაფი მაყურებლებიც მყავს. რა თუნდა ამდენი ჩეხლა, რა თუნდა ამდენი ლაგება. უნდა ჩემო კარგებო, უნდა. აი ესე, ეხლა ვნახოთ ჩვენ რა რჩევას მოგცემს ტარო თქვენ სიტუაციაში. ნახოთ რჩევა. ყველასთვის საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ. რა რჩევას გაძლევთ ტარო ამ სიტუაციაში. რჩევა. აქ იცით რა არის, თქვენ მე მგონი არ ღებულობთ, არ გინდათ მიიღოთ, დაიჯეროთ ის, რომ აქ რაღაცა ესეთი შავი ენერგეტიკა არის, მძიმე ენერგეტიკა არის, შეიძლება ეს თქვენთვის მიუღებელია, შეიძლება ეს თქვენთვის დაუჯერებელია, მაგრამ ეს ესეა. აი, პირველ რიგში უნდა მიიღოთ ის და დაიჯეროთ, რომ დიახ, შესაძლებელია, რომ არსებობს მაგია, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული მე არ მეყვარს ეს სიტყვა, სულ ამბობ ჯადო. პირველ რიგში უნდა მიიღოთ ეს, რომ აქ შავ ენერგიებთან პირველ რიგში ეს გაქვთ საქმე. მეორე რჩევა ტაროსგან არის ის, რომ დიახ, როდესაც თქვენ საუბრობთ, ხო, აი ამ ურთიერთობაზე და რომელიც თქვენ ესეთ ცრემლებს გღვრით და ბევრ თქვენგანს ეხლა ეტირება კიდევაც, იმიტომ რომ ასე მიჩვენებს პირდაპირ გაშლის ყურებისას ფაქტიურად ტირი ხართ. დიახ, უნდა დაიჯეროთ, დააკვირდეთ სანთელი რა დღეში ჩავარდა და გაჩერდა. გითხარი, არის მაგია აქ ჯადო გაკეთებული. გითხარი. დღეს ძალიან ინგრევა და ვანგრევ ყველაფერს. რომ თქვენ ხართ მონათესავესულები, ხანდახან თქვენ საკუთარ თავს უშუალოდ კითხვას. და აი ხაც გაშლის დროს შეიძლება დაუშვით თქვენ თავს ესეთი შეკითხვა, რომ აი რომ დავეხმარო და ღირს თუ არა და არის თუ არა ეს ის ადამიანი და გეუბნებათ რომ ეს ადამიანი არის, ეს არის თქვენი მონათესავესული, ის თქვენი პარტნიორია. ეს ადამიანი თქვენ გეკუთვნით, თქვენ ერთმანეთს ეკუთვნით. და მესამე და ბოლო რჩევა. ხედავთ,
მესამე და ბოლო რჩება ისევ და ისევ მაგაზე გვესაუბრება რომ აქ მამაკაცი არის ჩაკეტილი რომ აქ არის ადამიანი რომელიც იმალება თქვენგან ფაქტიურად ორი ადამიანი ამოგვივიდა ხო მტერი ერთი რომელიც ურთიერთობაში არის და მიყავს თქვენი პარტნიორი და მეორე ეს არის პიროვნება რომელიც მას ეხმარება და ორივე სახეს მალავს თქვენთან ხო აი ძალიან მაგრად თამაშობენ ესეთ როლს რომ ვითომ ძალიან გულშემატკივრობენ და ამ დროს აი ამ ადამიანის გამოვლენა არის რა თქმა უნდა საჭირო. ნუ აქ ახლა ერთ მნიშვნელოვნად რაც აჩვენებს, ხედავთ ხო, რაღაც უნდა ჩემი თქვა, ხვდებით ხო, საჭირო არის გამოვლენა, საჭირო არის ზუსტად დადგენა, ვინ არის, რა არის, რა გააკეთა, რატო გააკეთა და მე რა თქმა უნდა ამ ყოველფრის მოშორება იქნება საჭირო. მე ხა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ეს არ არის პირადი კონსულტაცია, გაშლა არის გათვლილი რა თქმა უნდა რამდენიმე ათას ადამიანზე, შესაბამისად პირდაპირ დასკვნებს უშუალოდ მან და მაინც საჯარო გაშლით ნუ გამოიტანთ, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის პირადი კონსულტაცია და რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და გადადგათ გადამწყვეტი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, სასურველია და საჭიროა, რომ გაიაროთ პირადი კონსულტაცია, ზუსტად ნახოთ, რა სახის პრობლემა არის თქვენთან, იგივე რასაც მაგიას აკეთებთ, გიჩვენებს აქ ხო, რა სახის, რა არის კონკრეტულად გაკეთებული, რატომ, როგორ, რითი შეიძლება მოშორება, მკურნალობა, სიტუაციის გამოსწორება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ, ხო? საჯარო გაშლით მე ყოველთვის ამბობ, რომ არავის არ ვურჩევ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს და რაღაცა მნიშვნელოვნად შეცვალოს, სერიოზული ნაბიჯები გადადგას. აი ესე, ველოდებით თქვენგან გამოხმაურებას, იმედია გაშლა მოგეწონათ, არ ვიცი, ჩავთვალე საჭიროდ, ამდენი მოთხოვნის გამო იმდენი ადამიანი თხოვდა, რომ გავაკეთე. იმედია მოგეწონათ გაშლა, ველოდებით თქვენს შეხმიანებას, მეულევ ბედნიერებას, ულევ სიყვარულს და კეთილდღეობას. გისურვებთ ჩემო ძვირფასებო. აი ეს, კოხდა და ლამეს.